Თქვენყურებთ კურიერს 9 საათზე 95 წლის წინანდელი პარტიტურის მიხედვით აღდგენილი ჟღერადობა პირველი მერცხალი. ასე მოიხსენებენ მისი თანამედროვენი პირველი ქართული ორიგინალური ოპერის ავტორს. თითქმის საუკუნის განმავლობაში უნიკალური პარტიტურა ყველას დაკარგული ეგონა, მაგრამ პირველად ამ აწლეულების შემდეგ ქრისტინე სარია დღეს კურიერში აჟღერდება. პირველი ქართული ოპერა რევაზ გოგნიაშვილის ქრისტინე 95 წლის შემდეგ იპოვეს და მისი რამდენიმე თემა ავტორის დაბადებიდან 120 წლის თავზე ააჟღერეს. აქ იყო მთელი პერიპეტიები, დავა და ჩხუბი, იმაზე ეს ოპერა დაიდგმებოდა თუ არა, ამას დაუთმობდნენ თუ არა ოპერის სცენას. რევაზ გოგნიაშვილმა პარიზის კონსერვატორიის ერთადერთმა კურსდამთავრებულმა იმდროინდელ თბილისში პირველი ორიგინალური ქართული ოპერა შეთხზა, მაგრამ ახალგაზრდა კომპოზიტორს სამყარო არაკეთილგანწყობილი შეხვდა. თავდაპირველად ის არ დაუშვეს ოპერის სცენაზე. ავტორისეულად და სრული სახით ქრისტინემდე ქართულ სცენაზე ოპერა არ დადგმულა. რუსიფიკაციის ეპოქაში შექმნილი ოპერა, როგორც მაშინ მიღებული იყო, რუსულ ლიბრეტოზე დაიწერა. 1918-ში უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ის ვალერიან გურნიამ თარგმნა. რუსეთუმე ქართული არისტოკრატიისთვის ახალგაზრდა კომპოზიტორის მხრიდან ეს არც თუ მაამებლური საქციელი იყო. პარტიტურაზე ქვემოთ მიწერილია თავიდან პირველი წყარო რუსულად სიტყვები, მაგრამ შემდეგ წითელი კალმით არის წითელი მელნით გადაწერილი ქართული სიტყვები, მაგრამ ისიც რუსული ბგერებით, რუსული ასოებით. ოპერა პირველად ქართული კლუბის სცენაზე შესრულდა და მალე მუსიკის მოყვარულმა კულტურულმა საზოგადოებამ მისთვის შესაბამისი აკადემიური სივრცე მოითხოვა. ყველასათვის გასაოცრად აფიშები ქართულ ენაზე მიწოდებული მასალები დაიბეჭდა მაინც რუსულ ენაზე 1918 წლის მაისში და პრემიერის დღეს წარმოდგენის დღეს უბრალოდ ყველა აფიშა თბილისში აღმოჩნდა ჩამოხეული. ახალი უსიამოვნება უიღბლო კომპოზიტორს პრემიერის დღესვე ელოდა. იასონის პარტიის შემსრულებელმა ვანო სარაჯიშვილმა წინა საღამოს განაცხადა, რომ ბრონქიტით დაავადდა. ინტერესი საზოგადოებაში მაინც დიდი რჩებოდა. გამეხმარო ოპერაში შესვლაში მათხოვე შენი ბილეთი რომ შევიდე და თუნდაც ფეხზე დავდგენ, უკვე ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. გიორგი რომიტეს ეწევის გზამნის იოსებ იმედაშვილს. ქრისტინეს სასცენო ცხოვრება სულ რაღაც 1 წელიწად გაგრძელდა. შემდეგ ის მოიხსნა ოპერის რეპერტუარიდან. მოგვიანებით კი დავიწყებას მიეცა მისი ავტორი. 90-იან წლებში მუსიკის მცოდნე მზია ჯაფარიძემ პარტიტურას ხელოვნების მუზეუმის სარდაფში მიაგნა. პირველი ქართული ოპერა კიდევ ერთხელ სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ დაიკარგა. აი ამ ბიბლიოთეკაში, სადაც ახლა ჩვენ ვართ, შემთხვევით ჩამონათვალში წავაწყდე აი ამ ქრისტინეს პარტიტურას, მაშინ შეძლებდეს დაგვარად ამას გავეცანი. ამით დამთავრდა. მართალი გითხრათ, არავინ არ დაინტერესებულა. პასუხი იყო ასეთი, რომ მხატვრული ღირებულება მისი იყო საკმაოდ ესეთი დაბალი დონე იყო და არავის არ შეუსწავლია ეს მოარული ხმები. ამ მუზეუმის ფუნქცია და აი სწორედ არქივების შესწავლის ფუნქციაც ეს არის, რომ უსამართლოდ თუ შეიძლება ითქვას დაჩაგრულები ის, ვისაც არ ეკუთვნოდა და შეიძლება ითქვას უსახელო უფლის ციხელები კვლავ თავიანთი სახელით გამოვიდნენ ისტორიის სამსჯავროზე. თუკი 90-დან ოპერა ქრისტინეს ხელახალი დაბადება უწერია, ეს თარიღი უკვე ახალგაზრდა მუსიკოსის სახელს დაუკავშირდება. შიო აბრაჰამიამ მთავარი პარტიის შესრულება პირველად 95 წლის შემდეგ ასევე ახალგაზრდა სოპრანოს თხოვა. ევროპული გავლენაც იგრძნობა, იმიტომ რომ თვითონ კომპოზიტორი სწავლობდა საფრანგეთში და გავლენაც იტყობა, მაგრამ არ არის დაკარგული ქართული ის სტილი, რასაც ქვია ეს ქართული აკორდები, ყველაფერის ჰარმონია. ქართული ჰარმონია მსოფლიო საოპერო ისტორიასთან შედარებით ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან მწირი ავტორებისა და მათი მუსიკალური თხზულებების დასავიწყებლად. აღწერილიც კი არ არის, რომელი კლავირის და პარტიტურის, რომელი ნაფლეტების ადგილია, ხანდახან არ ვიცით ხოლმე. ეს უნდა კულტურის სამინისტრომ ითავოს, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომელსაც არ შეიძლება განაგრძოს დაკარგვა. შიო აბრაჰამია პირველი ქართული პროფესიული ოპერის კვლევას განაგრძობს. თეორიული შესწავლის შემდეგ მისი აჟღერების დროც დგება. სულ მალე თბილისის საოპერო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და დადგება საკითხი, რით უნდა გაიხსნას მომავალ სეზონზე თბილისის საოპერო სცენა.